დარწმუნებული ვარ, ყველა საინტერესებს რა ხდება ისეთ ივენთებზე, სადაც არიან დაპატიჟებულები, ინფლუენსერები, ბლოგერები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ვართ ისიპარის ივენთზე, კაროლინა ხერერასთან კოლაბორაციაში, ამიტომ წამოყევით ყველაფერი გაჩვენოთ, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება. ღონისძიება ემართებოდა სასტუმრო აფიშაში და ჩემი აზრით სრულიად შემთხვევით ყველანაირად შევესაბამებოდა იქაურ ფერებს, იმიტომ რომ წითელი მეცვა, ამიტომ სასწაულის სურათები გადავიღე. და ზუსტად მაგისტრის პირველ სართულზე იყო მოწყობილი ძალიან მაგარი ფოტოლოკაციები. ამის მერე ჩვენ უკვე ამოვედით ვერანდაზე, რომელიც მდებარეობდა ბოლო სართულზე ამ სასტუმროში და იქაც იყო მოწყობილი სასწაული ფოტოლოკაციები ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვიდეოშიც კი ჩანს ძალიან მაგარი კადრები გამოვიდა, ცალკე იყო DJ და რა თქმა უნდა, რომელი ღონისძიება იქნება უგემრიელესი კერძების გარეშე და ჩემი პრობლემა არის ის, რომ როცა ვნერვიულობ, ვერაფერს ვერ ჭამ, არადა ძალიან გემრიელი რაღაცეები იდო. ამის მერე დაიწყო უკვე თვითონ პრეზენტაცია სუნამოსი და მოდით თქვენს მოგასმენინებთ. სახელი თვითონ კაროლინა გახლავთ ერთ-ერთი შთამოგონებელი ქალბატონი და დარწმუნებული ვარ ეს ყველა მიცით. ის ერთ-ერთ ივენთზე იმყოფებოდა, ერთ-ერთ საღამოზე, სადაც ბიზნეს შეხვედრები იყო და ისეთი ყველა კლასიკურად ჩაცმული გამოწყობილი და უცებ მოდის კაროლინა შავი კაბაცვია, ნუ მე წინ მაგ ბანდი, მაგრამ იმას უკან დიდი ბანდი ჰქონდა და New York Times-ის ჟურნალისტმა მაშინვე ესე ხმამაღლა წარმოთქვა, რომ ლა ბომბაო. ამ ქალბატონზე, იმიტომ რომ თავისი ხარიზმით, თავისი სიძლიერით, თავისი თავდაჯერებულობით დაარღვია იქაური წესი და ბიზნესშიც კი შეაბიჯა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ქალებს შეგვიძლია ეს ყოველთვის დავამსხვრიოთ, საზღვრებით გავარღვიოთ და რა თქმა უნდა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც გვინდა და მე მინდა რომ ზუსტად იგრძნოთ, რომ თქვენ ხართ აქ, ახლა და ზუსტად ახლა აწმყოშივე შეგიძლიათ რომ შეცვალოთ თქვენ ირგვლივ ყველაფერი უკეთესობისკენ. ახლა კი დროა, რომ გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი მთავარი გმირი, ლა ბომბა და ვნახოთ თუ ვინ არის ის. ეგეთი სიტყვების მე ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა და ნამდვილად გამაოცა ცალკე სუნამოს დიზაინი, ძალიან ლამაზი იყო. რა თქმა უნდა, ყოველს გვინდოდა ამასთან სურათის გადაღება და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი კომპლექსი ალბათ დავამარცხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხის წინ სურათებს და ვიდეოებს ვიღებდი და არ მწყვენოდა. იქვე რა თქმა უნდა მოვისმინეთ ამ სუნამოს სურნელის და ძალიან მომეწონა, ვფიქრობ ჩემი საყვარელი სუნამო გახდება ზამთრის პერიოდისთვის. რა თქმა უნდა, ისიპარი არ გაგუშვებდა საჩუქრების გარეშე და მეც მივიღე საჩუქარი. მოდით აქვე ვნახოთ რა გვაჩუქეს. ესე იგი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გმირი დღევანდელი ღონისძიების ეს არის სუნამო ლა ბომბა კაროლინა ხერერასგან და საოცარი სურნელია და სხვათა შორის აი ეგეთი კიდევ საყვარლესი სამაჯური დევს და აი აქ იგრძნობა ზუსტად ამ სუნამოს სურნელი. აი მარსა სასწაულია და ჩემი აზრით სახელი ყველანაირად შეესაბამება სურნელს. ისეთია რომ შემოხვალთ და ყველა გაგიჟდება.